ეს იყო მთავრობის ხდომა და ირაკლი კობახიძის განცხადება ახლა კი ნიუსრუმი, სადაც დავიწყებთ უკვე დღეისთვის არსებული აქტუალური საკითხების შეფასებას. პოლიტოლოგი პაატა ზაქარიაშვილია ჩვენი პირველი სტუმარი. გამარჯობა ბატონ პაატა და მადლობა რომ გვესწრებთ. დილამშვიდობით მიუსალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონ პაატა, ირაკლი კობახიძის უსმენდით ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში, რომელმაც ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, იგივე მიგრაციის უпростоრად არალეგალურ მიგრაციაზე განათლების სისტემაში დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა, თუმცა მოდით ჩვენ დღეს ამაზე არ გავჩერდეთ და ასე ვთქვათ პირდაპირ პოლიტიკური პერიპეტიების შეფასებით დავიწყოთ. სხვა შორის ესეც კითხვა, რატომ არაფერს ამბობს ხოლმე ირაკლი კობახიძე მთავრობის ხდომებზე. არ ვიცი, აი პოლიტიკურ საკითხებზე, მაშინ როდესაც ამ ტრიბუნას ძალიან აქტიურად იყენებდა მაგალითად მისი წინამორბედი ირაკლი ღარიბაშვილი და აქვე ხა უშუალოდ თავარ საკითხებს რაც შეეხება მესამე დღეა, იცით თქვენ არ წდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა უნდა მომხდარიყო ალეკო ელისაშვილის თავს, შეიძლება ითქვას, რომ ოჯახიდან დაწყებული მისი პოლიტიკური ძალით ლელოთი დამთავრებული ყველა შოქშია, საგამოძიებო ორგანოების პოზიცია ცნობილია, ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ახლა უკვე პროკურატურა ამტკიცებს, რომ ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, დაკავებისას კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია მანდატურებს. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკოსზე, რომელიც ცოტა ხნის წინ თვითმმართველობის არჩევნებში იმიტომ შევიდა, რომ ბოიკოტი მიაჩნდა ასე ვთქვათ რადიკალურ გზად და ნაბიჯად. ამავე დროს კი მწვავედ აკრიტიკებდა და გმობდა, არ ვიცი, აი მაგალითად 4 ოქტომბრის მოვლენებს. შესაბამისად ჩნდება კითხვა, სადაა ლოგიკა ელისაშვილის აქამდე არსებულ პოზიციებსა და უკვე იმ ქმედებას შორის რის გამოც დაკავებულია. რა არის ამ კითხვაზე თქვენი პასუხი და ხო აი როგორ ფიქრობთ რა მოხდა ელისაშვილის თავს? დიახ, რა თქმა უნდა, ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია, ჰაერში ფარფატებს, იმიტომ რომ ვიდრე სასამართლო პროცესი არ ჩატარდება, სასამართლოზე არ ვიქნებით, მანამ არ მოიცნო სასამართლოზე რა საბობს ელისაშვილი, მანამდე ყველა ჩვენი მოსაზრება, არჩევა მოსაზრება და მას არაფერი საერთო არ ექნება რეალობასთან, რეალობა არის ის, რაც ელისაშვილმა ჩაიფიქრა, განახორციელა, ის როგორ განახორციელა და ბუნებრივია, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ჩვენი მოსაზრებები. აშკარაა, რომ ელისაშვილმა ეს გააკეთა პერსონალურად, ინდივიდუალურად, მას არავინ არ შეუწუხებია, ჩანს ყველანი ოჯახის წევრებიც არ იცოდნენ, თქვენ აღნიშნეთ ამის შესახებ, პარტიაში, მის პარტიაში და კოალიციაში ლელოსთან არავინ არ იცოდა ამის შესახებ და მან მაგათ არ დააზიანა 28 ნოემბრის აქცია. ძამშოლოვანია და რაღაც გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ მას არ უნდა რამე დაეზიანებინა, ჩნილი მიეყენებინა თუ გინდა 28 ნოემბრის აქციის წარმოიდგინეთ, რომ 28-ში დილით გაეკეთებინა და 27-ში 26-ში მნიშვნელობა რა აქვს, რამდენად უფრო სულ სხვა რაოდენობის შეიძლება ადამიანი ყოფილიყო ამ აქციაზე, ამ ბევრი, კი ბატონო, ან პირის შედარებით მცირე. მაგრამ ანუ გავლენა არ მოინდომა მოეხდინა არც ამ ღონისძიებაზე, არც თავის ახლობლებისათვის. ეს იყო ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება რეჟიმის წინააღმდეგ. თავგანწირული და გარკვეულად სასწრაფოთილიც კი. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. ხო, კი ბატონო, ამას ყველაფერს გამოძიება ჩვენს ხალხ გამოძიებას ვინენდობა და იგივე სასამართლოს მაგრამ სამაგო სასამართლო ღია ტრიბუნაა, ადვოკატები იქნებიან, ჟურნალისტები იქნებიან და ამიტომ არა ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, არამედ ის რას ილაპარაკებს ელისაშვილი და რა დაცვის რა ხაზს დაიცავს მისი ადვოკატები, თუ ერთი ადვოკატი იქნება თუ რამოდენიმე ადვოკატი. ანუ ამას სასამართლოს როგორც წესი მნიშვნელობა აქვს არა გადაწყვეტილების გამო, როგორც წესი გადაწყვეტილება არის ყოველთვის უცნაური და არ შეეწევება რეალობას, მაგრამ ისაც ხდება სასამართლოზე ღია პროცესი. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ამიტომ მნიშვნელოვანი პარლამენტში მუშაობა, საქართველოში მუშაობა, რომ საჯარო ტრიბუნა გაგდა საზოგადოებაზე გასვლაშულება აქვს. სასამართლოც ესეთი ტრიბუნაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. კითხვები ბევრი იბადება, მაგრამ ჩემთვის ამ წუთში მე ბევრს წავკითხულობ, ბუნებრივია, მაინც მაინტერესებს, ამიტომ ჩემი ხალხი ძალიან ახლო მეგობარი არ ყოფილა, თუმცა ნამდვილად მასთან კარგი ამხანაგობა მქონდა და ნამდვილად პატივსცემდი და მის მიმართ ყოველთვის სიმპათიები. ალბათ, აი თუ კეიჭვი არ გებარებათ, რომ ეს იყო მართლაც ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ კიდევ ერთი კითხვა შემოდის, რას სახე მიიღო, ასე ვთქვათ, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა. ცალკეული პოლიტიკოსი აღნიშნავდა ამ დღეებში, რომ უკვე სიგიჟეში ცხოვრობთ და ადამიანები აი სასოწარკვეთილ ნაბიჯებამდე მიდიან. მართლა ვიზზე მოდის პასუხისმგებლობა, რომ მოქალაქეებს გვენატრება, შეიძლება ითქვას, რომ გვენატრება ნორმალური ცხოვრება და აღარ ვუყურებდეთ მართლაც სიგიჟეებს ჩვენს ყოველდღიურობაში. ხო, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა პირველ რიგში არის ხელისუფლებაზე. ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა რა ქვია, ამ შემთხვევაში ამ ხელისუფლებას ქვია ქართული ოცნება. მაგრამ ვიდრე ხელისუფლება არ შეესაბამება
ქვეყანაში არსებულ ვითარებას არ ერგება, არ სწავლობს, არ ახორციელებს საზოგადოების ინტერესებს და სახელმწიფოს ინტერესებს, მანამდე ბუნებრივი ასე სიგიჟეები იქნება და ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც თქვათ ასე ამ ასეთ რეალობას პასუხობს მაგალითად ახლა ესე სტანდარტული ფორმებით. ახლა აშკარაა რომ ელისაშვილს არ ქონდა ჩაფიქრებული ვინმე დაზიანებულიყო და დაზარალებულიყო, აშკარა ჩანს რომ მას უნდა და მსხვერპლი არ ყოფილიყო საერთოდ და მხოლოდ დაზიანებულიყო მაგალითად აპარატურა თუ სახელმწიფო დაწესებულება და სხვა არაფერი, ამიტომ მისი ამოცანა არ იყო ვინმე ჩაეთრია პიროვნება, ადამიანი, ოჯახი, პარტია, ჩაეთრია თავის აი ამ საქმიანობაში, მან სრულიად მხოლოდ თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა და ეს იყო არასტანდარტული, ვიტყოდი პროტესტი, მე პირადად არ ვეთანხმები ამ ფორმის პროტესტებს, ძალისმიერ პროტესტებს, არა იმიტომ რომ ეს მას შედეგები არ მოაქვს. ხშირ შემთხვევაში შედეგები მოაქვს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში შედეგის არ მოტანაზე გამო არა, იმიტომ რომ ძალისმიერი მეთოდი ბადებს სხვა ძალისმიერ მეთოდებს და მე მგონი რომ არასდროს მას საბოლოო ჯამში არ მოაქვს ის შედეგი, რომელიც მაგალითად ქართლოსნების სახით დაგხვდება როგორც ხელისუფალი. იმიტომ რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად ამას გამოიყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ, კიდევ მეტ არგუმენტს გამოიყენებს დასავლეთში. უნდა ვიცოდეთ რომ ახლა გამოვიდა კიდეც უკვე განცხადებები რომ აი ტერორისტული აქტი და ტერორიზმის კვალიფიკაცია მიეცა კიდეც ელისაშვილის ქმედებას, ისე როგორც ხა რადიკალურ ნაბიჯებზე აქამდე ამას მიაბავენ 4 ოქტომბრის მოვლენებს, რა თქმა უნდა და ევროპელების მიმართ კიდევ მეტად კაცები იქნებიან დაგმეთ, მოითხოვენ დაგმობას ამისას და მეწუნეთ რომ ქართულოცნება მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად არ მიღებული ევროპაში ოფიციალურად მაგრამ საელჩოები მუშაობენ იქ, ჩვენ საელჩოები და გარკვეულწილად ამას მუდმივად აფორმებენ როგორც რადიკალურ ოპოზიციას. ახლა თქვენ გითხრით რომ ელისაშვილი შეეცადა არ დაეზიანებია უშუალოდ 26 ნოემბრის აქცია, თუმცა მე მაინც მინდა გკითხოთ რა ასახვა შეიძლება ყოველს იგივე წინააღმდეგობის მოძრაობაზე იმან რაც ვიხილეთ ალიკო ელისაშვილის მხრიდან, თუმცა ამ კითხვას მოდით რამდენიმე წუთში დაგისვამთ, იქამდე უშუალოდ ლელოს პარტია ლელოს ძლიერი საქართველოს პოზიცია მინდა შევაფასოთ, რაც მოვისმინეთ და ვნახეთ მისი ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ასე ვთქვათ ქმედებასთან მიმართებაში და იცით რომ ლელომ ღიად დაგმო და მიუღებელი და გაუმართლებელი უწოდა იმას რასაც ადგილი ჰქონდა მათი ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან. ამ განცხადების გამო კი შეიძლება ითქვას რომ ლელო ცალკე კრიტიკის ობიექტია. აი თქვენი შეფასებით რამდენად სწორი პოზიცია დაიჭირა ხაზარეძე ჯაფარიძის პარტიამ. უნდა დაფიქსირებულიყო ეს ვთქვათ მყისიერი გამიჯვნა ელისაშვილის ქმედებებთან მიმართებაში თუ არ ვიცი კრიტიკა შეიძლება იყოს საფუძვლიანი და საჭირო იყო რაღაც სხვა პოზიცია მათი ერთ-ერთი ლიდერის მიმართ. არა ხო, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ყოველთვის თulis თავის ნაბიჯებს. ეს არ არის სპონტანური და ემოციური განცხადებები. როგორც წესი უნდა იყოს გათვლილი და მე ეს განცხადებაც მაჩნია გათვლილად დასხდნენ იმჟელეს სიტყვები აწონდაწონეს, რაღაც სიტყვებზე უარი თქვეს, რაღაც სიტყვები გამოიყენეს განცხადებაში და საბოლოო ჯამში გამოაქვეყნეს. ჩვენ ყოველთვის გვაუწყდება ერთი რამ და თქვენთან ერთად მithქვია და მე მინდა რომ საზოგადოებამ ეს ამას ხვდება მიაქციოს მომავალში არჩევნებამდე, შემდეგ არჩევნებამდე, როცა ადრე იქნება რაღაც არჩევნები, რომ პოლიტიკური პარტიები მუშაობენ თავის ამომრჩეველზე, ვინც აკრიტიკებს ლელოს და უფლება აქვს და სწორიცაა. არა, თავის გულში ჩაიხედოს, ის ლელოს ამორჩეველია. ანუ ის ლელოს როგორც წესი, ლელოს ამორჩეველი არაა. და ამიტომ ლელო თავის განცხადებებს აკეთებს პირველ რიგში თავის ამორჩევლისათვის, რათა დაანახოს ოპოზიციები აქვს თუნდაც ალეკო ელისაშვილის ასეთ თავგაწირულ და სასწორკუთელ ნაბიჯთან. ანუ პირველი მსმენელი არის ლელოს ამორჩეველი, მეორე მსმენელი არის პოტენციური ლელოს ამორჩეველი, რომელსაც აინტერესებს ლელოს პოზიციები. წინასწარ ვისაც ლელო არ მოსწონს, წინასწარ რაც არ უნდა თქვათ ლელოს, უხელებზე იაროს, ფეხებზე იაროს, ყურებზე იაროს, მნიშვნელობა აქვს. რაც არ უნდა თქვას ლელომ, დიდება ნაცნობ მოძრაობაზე შემდეგ, რაც არ უნდა ელაპარაკოს ლელომ, მაგრამ არ ჩაუთვლიან, ყველაფერში გააკრიტიკებენ. ამიტომ ლელომ და სხვა პარტიებმაც კარგად იციან, ვინ აკრიტიკებს მას და ღირს თუ არა ამ კრიტიკაზე რეაგირება. რაც არ უნდა იყოს. თუ ეს კრიტიკა მოდის ნაცნობ მოძრაობიდან, ჯობია არც წაიკითხო. იმიტომ რომ გასაგებია, მათ თავის ამოცანები თუ ცუდები არიან. იმიტომ რომ მათ თავის ამოცანები აქვს. მათ ხავთ ლელო, ხავთ როგორც მაგალითად ოპონენტი, როგორც კონკურენტი და შესაბამისად უნდა მაქსიმალურად ჩაძირონ ყველა ადგილზე. კარგად მოიქცევა ჩაძირონ, ცოტა მოიქცევა ჩაძირონ. ამიტომ ლელო მე მგონი რომ
არა ის რომ სწორად იქცევა, ისე იქცევა როგორც მიაჩნია სწორად. და შესაბამისად მე მგონი მე ასე ვაფასებ და მიმოჩნია რომ მათ მიიღეს გაწყვეტილება რომელიც გათვლილია მის ამორჩებაზე, ანუ პოტენციურად მის ამორჩებაზე. რაც შეეხება ელისაშვილის ქმედების შეფასებას უკვე პოლიტიკური ზიანის კუთხით და თვალსაზრისით ამ შაბათ-კვირას გვესმოდა განცხადებები რომ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ მიადგა ზიანი უკვე ელისაშვილის ქმედებით წინააღმდეგობის მშვიდობიან მოძრაობას. ცალკეული პოლიტიკოსი მიიჩნევს რომ 4 ოქტომბრის მოვლენების სახით საქმე ჰქონდა კოლექტიურ თავგანწირვასა და აი ამ მხრივ შეცდომის მაგალითთან, კოლექტიური შეცდომის მაგალითთან, ალეკო ელისაშვილის ქმედების სახით კი უკვე ინდივიდუალური ჯანყის და შესაბამისად ინდივიდუალურად დაშვებული შეცდომის მაგალითთან. აი ამდენი შეცდომა როგორ აისახება წინააღმდეგობის მოძრაობაზე და რამდენად აზიანებს ჯამში მშვიდობიან პროტესტს თქვენი პოზიცია რომ გითხრათ და მეორე მხრივ რამდენად აქვს ოპოზიციურ სპექტრს მართლაც ამდენი შეცდომის დაშვების უფლება. ხო, შეცდომის დაშვება რამდენს გინდენ დაუშვი, თავარია შენ ეფექტი რა არის ამ შეცდომაში. როგორც წესი შეცდომა ანგრევს, ანადგურებს სწორედ წინააღმდეგობის პროცესს. ეს არის სამწუხაროების საქმეა, ჩემთვის მიუღებელი. ამიტომაა რომ მაგალითად მაინც 4 ოქტომბერი უფრო მძიმე თემა არა, იმიტომ რომ მრავალხრივი იყო და ბევრი ადამიანი მოხვდა ციხეში, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი იყო ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება, ის იყო ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის ღონისძიება. ის ჩატარება იყო 5-ში, 6-ში, 10-ში, 15-ში, 21-ში. პრობლემა რა? რაღა მანდამე 4-ში ჩაატარეს, იმიტომ რომ ქართულსება მაინც იმარჯვებდა, ჩამდა, ქართულსება მაინც თავის ხალხს მიიყვანდა, ქართულსებას ვერ დააზიანებდნენ. ეს იყო და რაც მოხდა კიდევაც, იმიტომ მე ჩართული ვიყავ და ხედავდი როგორ მიდიოდა ადამიანები რეგიონებიდან თბილისში, ეს იყო სწორედ ოპოზიციის ამ პოტენციურ ოპოზიციას ამორჩეული არ მიყვარს, მაგრამ 4 ოქტომბერი იყო უაღრესად მავნებლური ღონისძიება, ანტისახელმწიფოებრივი ღონისძიება, შეგნებულად დაგეგმილი აი ოპოზიციის წინააღმდეგ. ელისაშვილის ხوند მოიქცა, მან არ დააზიანა ოპოზიციას აქცია 28 ნოემბერს, შემდეგ ჩაატარო. მან არ დააზიანა ახლობლები, გარემო. ანუ ის მოიქცა ინდივიდუალურად პასუხისმგებლობა, თუმცა არასწორი ნაბიჯი გადადგა. ფორმა არასწორია, თორე დამოკიდებული აბსოლუტურად ჩანს რომ კეთილშობილური, ხო, არსებობენ კეთილშობილი ისინი თქვია, რაღაც ავაზაკები გაგვიგია, ხო, ზღაპრებში და იმას გვასწავლია ხოლმე. ანუ ფორმა ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ დამოკიდებულება მისი რომ სხვები არ დააზიანოს, რამდენად გამოსულიყო, რომ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა დააზიანა წინააღმდეგობის მოძრაობა. მაგრამ ესეთი დაზიანებები 4 ოქტომბერმა მილიონჯერ უფრო დიდად დააზიანა ვიდრე ერთმა ადამიანმა ალეკო ელისაშვილმა. ამიტომ პირად ჩემთვის ეს ზიანი იმდენად დიდი არა, ამ ზიანმა დაამატა, გააძლიერა ქართული ოცნება 4 ოქტომბრის კონტექსტში. ახლა 4 ოქტომბერი რო არ ყოფილიყო, ეს მოვლენა დარჩებოდა ინდივიდუალური და პერსონალური. ეთილი, ბატონბატა, 28 ნოემბრის აქცია ვახსენეთ რამდენჯერმე და ერთი კითხვა დავსვათ, მოდით უშუალოდ ამ აქციასთან მიმართებაში და შემდეგ გავცდეთ საქართველოს უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც მინდა რომ დაუთმოთ ცოტად, რომ აი ამ აქციას რაც შეეხება, ისე ვნახეთ რუსთაველის ხალხით სავსე რუსთაველის გამზირი და ვნახეთ რომ რეალურად პროტესტი არსად წასულა. შესაბამისად აი რა აჩვენა ამ დღემ თქვენი შეფასებით და რას დაინახავდა თქვენი აზრით ქართული ოცნება, რომელიც თავისუფლად მართლაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროტესტი როგორმე შეწყდეს და რამდენადაც სწორად მახსოვს აქციის დაკავებულ და დაპატიმრებულ მონაწილეებს შორის ბოლო დროს ხო, თქვენი შვილიც იყო. ნუ ამან აჩვენა შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს პროტესტის მუხტი, აშკარად. მეორე, რომ საქართველოში არის ერთადერთი ძალა ხალხის ნება, რომელიც რეგულარულად გამოდის ქუჩაში, თავისი გონებით, თავის ფეხებით. ეს არის ხალხი პროევროპელი. ანუ პრორუსი, პროსახელმწიფოებო, პროსაეკლესიო პირადად ვიტყოდი, იმიტომ რომ ეკლესიაც გამოყავს ხალხი 7 მაისს მაგალითად, არა? თავისი ნებით არ გამოდიან. თუ მას არ დაუძახე, მანქანაში არ ჩასვი, ხაჭაპური არ აჭამე, ფული არ გადაუხადე, არ დააბრუნე უკვე თავის რაიონში. ხო? მარტო პროევროპული ხალხი გამოდის თავისი ნებით, თავის ფეხით. ამიტომ ერთადერთი მობილური ძალა, ერთადერთი თქო ასე ქვია, ვისაც გააჩნია ინტერესი, დაინტერესებული ძალა, გამოვიდეს და გააპროტესტოს რაღაც თქვას, არის პროევროპული ძალა. ეს ბირთვით ჩანს, სხვა ბირთვები არანაირი არ ჩანს. თუ არ დაუძახე არ გამოვა, თუ არ გადაუხადე არ გამოვა, თუ არ მოუწოდე არ ამბიონიდან ასაინ არ მოუწოდე არ გამოვა. ამიტომ ამას გაფრთხილება უნდა. ეს ერთი, მაგრამ მე ესა დადებითი. უარყოფითი არის ის, რომ ხელისუფლებამ ისწავლა დისტანცია დაიკავა
ამ კატეგორიად ხედავს ეს ერთადერთი ძალა საქართველოში რეალური, გამომსვლელი და გამპროტესტებელი და ამიტომ მასთან იპოვა აი როგორც თანამედროვე ზოოპარკები რომ მოწყობილი ევროპაში რომ არ არის გალიები და ცხოველები ვითომ თავისუფლად დადიან, მაგრამ სინამდვილეში ისეთი ბარიერებია, ისეთი თხრილები, ესეთი რაღაც გარკვეული წინააღმდეგობებია რომ ვერ გადმოვლახავს ადამიანებამდე ვერ მოახდინა. ნუ ამ იპოვა ქართულ მოცნებამ დისტანცია ამ კატეგორიის დაახლოებით რამდენი ადამიანი შეიძლება გამოს მაქსიმუმ 100,000 კაცი მაქსიმუმ შეიძლება გამოვიდეს. ამ 100,000 კაცს რაღაცნაირად ჩავწერთ უსთავის პროსპექტზე ფიქრობენ. ამ 100,000 კაცს რაღაც მოიფიქრებით. ძალადობა მინიმუმზე დავიყო თითქოს გამოვიხოთ ფიზიკური ძალადობა. დაპატიმრებები კი ბატონო, ეთყობა რაღაცნაირად გარკვეულწილად მუშაობს და ასე შემდეგ. ანუ რამდენჯერ შეიძლება ერთი ადამიანი ჩაჯდეს სიხეში. ხო, ჩემი შვილი უკვე მეორეჯერ იყო. ერთხელ იყო 2-3 დღით, ეხლა 7 დღით, მე შეიძლება იყოს კიდე რამოდენიმე დღით, მე შემოვა სისხლის სამართლის საქმე. აი, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ასეთი, რომელიც თავის თავგანწირვას სისხლის სამართლის საქმემდე მიიყვანს. 100,000 იქნება? არ იქნება 100,000. აი ეს მომენტია, მათ აქვთ იმედი, რომ ეს 100,000 დიდი ბურთია, დიდი გარკვეულწილად ბუშტია, უჩება რაღაც ნერსი ჩაარტყა და გახეთქო, იმიტომ რომ რა დარჩება ამ ბუშტის ნარჩენი? ეს იქნება 5,000 კაცი. და აი ამ 5,000 კაცს რაღაცად მოუვლით. ციხეებში გვაქვს ადგილები, საკრემში ასე შემდეგ და აი ამ მომენტ ამაზეა გათვლილი ქართულოცნება. ბატონო ბატა, სამწუხაროდ ვეღარ ვასწრებთ რომ ამ თემაში გამოყვეთ და გავშალოთ სულ რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა რომ ეს ბოლო წუთები გავცდეთ საქართველოს და თუნდაც რამდენიმე კითხვით ხო უკრაინაში მიმდინარე პროცესები შევაფასოთ, თუმცა ვიდრე ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო გეგმაზე კითხავდეთ პირველი რაზეც მინდა კითხვის დასმა ეს არის ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ეს ვთქვათ ამბავი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის სახლში რამდენიმე დღის წინ ჩხრეკა ჩატარდა, რასაც იმავე დღეს მოჰყვა მის მიერ თანამდებობის დატოვება და არის ინფორმაცია რომ ამას თავის მხრივ უკვე მოჰყვება ცვლილებები უკრაინის მთავრობაში. ხა ერმაკი ვიცით რომ ზელენსკის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. შესაბამისად რას შეიძლება ნიშნავდეს მთელი ის პერიპეტიები და ამბები, რასაც ადგილი ჰქონდა მასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ერმაკი უახლოეს დაახლოებული პირი იყო, მეტიც ალბათ იყო ესეთი თქვა ასე ესე ქვია ნაცრისფერი კარდინალი, რო იტყვიან ხოლმე პოლიტიკაში, პოლიტოლოგიაში. ადამიანი, რომელიც რეალურად მართავდა, რა თქმა უნდა, არა ზელენსკის თავს ზემოთ, გამორცხულია, აშკარად ყველანაირ ჩანს, რომ ზელენსკი მართავს უკრაინაზე, ეს კარგი ნიშანია, იმიტომ რომ რეალური ლეგიტიმური პრეზიდენტი რეალურად ლეგიტიმურად მართავს უკრაინას, განსხვავებით საქართველოსაგან, ხო, რეალური მართველი არ არის აღჭურვილი კონსტიტუციური რაღაცა. ფაქტობრივად მეორე პირი იყო მაშინ. ხო, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად მეორე პირი იყო და ტანდემში იყვნენ. ანუ მე მგონი რომ საბოლოო ჯამში ზელენსკი ღებულობდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ამას არაკეთებდა ერმაკთან საბოლოო შეთანხმების გარეშე. გარკვეულწილად ტანდემი მართავდა უკრაინას. ეს მეორე ნაწილი ტანდემის ეხლა ამ წუთში ჩამოვარდა. მე არ მგონია ერმაკი დააპატიმრო რომ მოინდომონ საქმეები საკმარისია რომ დაპატიმრებამდე მივიდეს საქმე, მაგრამ მე მგონი რომ შემოიფარგლებიან აპარატის გაწმენდი და ახალი აპარატის მოყვანით. ეს უფრო დიდი დარტყმა არის ზელენსკისთვის, ზელენსკის მოაკლდა ნამდვილად მისთვის სანდო ადამიანი, მაგრამ მეორე მხრივ აშკარად ჩანდა რომ ევროპა და ამერიკა განსაკუთრებით უკმაყოფილო იყვნენ ერმაკის ასეთი ძალიან ხისტი კაცერი პოლიტიკით მათ მიმართ. და ამით დარჩათ ეხა შეჭათ ხელში ზელენსკი მარტო, რომელიც შეიძლება დაიყოლიო რაღაც პორტფელიოში ერიოს ამერიკის შეერთებული შტატების ხელი. სხვა შორის დასავლური მედიაც აქტიურად წერს, რომ ვაშინგტონის შეფასებით ერმაკი მოლაპარაკებებში იყო ხისტი, რის გამოც ზელენსკის კარგა ხანია, ესე ვთქვათ, მოუწოდებდნენ და სთხოვდნენ მის გათავისუფლებას, თუმცა ზელენსკი ამაზე აქამდე არ მიდიოდა. აი ახლა წავიდა. შესაბამისად რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ ზელენსკი ამაზე დათანხმდა? ერმაკის წასვლა უკვე მოლაპარაკებებზე შეიძლება თუ არა რამენაირად. არა, აშკარად ჩანდა, რომ მას შემდეგ რაც ზელენსკი მეტი წელს უკან თუ არ ვცდები, მოინდომა კორუფციის საწერილო სააგენტოს გაუქმება, ეს იყო მართლა დამოუკიდებელი კიდე ერთი უნიკალური ნიშანი დემოკრატიულობისა უკრაინაში. ომი მიდის, გაგანია ომი მიდის და უკრაინაში არსებობს უნიკალური დამოუკიდებელი ხელისუფლებისაგან სტრუქტურა კორუფციის წინამდე ბრძოლისა. მათ დადეს უამრავი ანალიზი, რომ არის სერიოზული ღრმა სისტემური კორუფცია უკრაინაში, ფესვებ გადგმული და ზელენსკი ვერ ერევა ამას. და მოინდომა არა ის რომ კორუფციას დაპირისპირებოდა 1 წელს ამდე გიყვებით, არამედ
ამიტომაც მოიდომა ამ სტრუქტურის გაუქმება და ხალხი ომში მყოფი ხალხი ქუჩაში გამოვიდა მიუხედავად იმისა რა გზალულია და ნებადართული არ არის გამოსვლები და SBU-ს ეს გაუქმება გაკრიტიკა და მხარი დაუჭერა და ზელენსკი იძულებული იყო ისევ აღედგინა იმ დამოუკიდებელ ფორმატში ეს ამან გამოავლინა ერმაკთან ბმები კორუფციის ამიტომ უნდა მისი გაუქმება მთელი წელი გავიდა მას შემდეგ და მსოფლიო ეჭიდავებოდა ზელენსკის რომ მოაცილე ეს ადამიანი რომელიც ჭამს ხრავს შიგნიდან უკრაინულ არმიას ფულს თანხებს ხდება ჯანდაბას ეს ფული კიდე ასატანია ამით ხდება ქვია დისკრედიტაცია უკრაინისა ჩვენ ვერ ვეხმარებით უკრაინას როგორც საჭიროა მე ღმერთს რომ ქვია მერმაკის გაშვებით ევროპა განსაკუთრებით კიდე მეტად დაეხმარება ახლა უკრაინას ამოს უთქვას რომ როგორც იქნა ზელენსკი წამოიყვანეს და დააჯერეს რომ ეს ნაბიჯი გასაკეთებელი იყო ალბათ მოხდა გარიგება მე ამ კაც ციხეში არ ჩავსვავ ეს ამირებს სიტუაციას არჩევნებამდე მოდი ესე იყოს რა როცა იქნება არჩევნები მანამდე ეს ადამიანი არ ჩაერევა საქმეებში კორუფციაზე მყავს დამოუკიდებელი სტრუქტურა და მაქსიმალურად ვენდობ იმას ანუ ზელენსკი თვითონ უნდა შეიცვალოს და მან კიდევაც განაცხადა რომ რეფორმებია საჭირო ადმინისტრაციაში ბატონ ვადა ბოლო კითხვა უკვე უშუალოდ სამშვიდობო გეგმაზე და ამით დაგემშვიდობებით ახლა ამ გეგმას რაც შეეხება უკვე გაჩნდა ინფორმაცია რომ უკრაინა შესაძლოა დათანხმდეს ამ დაკორექტირებულ ვერსიას და აი ტრამპიც ამბობს და დღეს დილით დაგხვდა მისი განცხადება რომ არსებობს კარგი შანსი ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება იქნას მიღწეული. აი რა პირი უჩანს დათმობები მოუწევს თქვენი აზრით ორივე ქვეყანას ომში ჩართულ ორივე სახელმწიფოს თუ არ ვიცი აი დღეს არსებული კონტურები მაინც ჯერჯერობით იმაზე უნდა მიანიშნებდეს რომ აგრესორის ინტერესები უფრო მეტად შეიძლება იყოს გათვალისწინებული. მე მაინც გვინდა რომ სიტუაციას მართავს ჯერ კიდევ რუსული მხარე. და კერძოდ პუტინი მათ კარგად გაუგეს ტრამპის ხასიათი, ეხლა უტკოფის საქმეა და კუშნერის ჩართვა, სულ ველოდებოდი უკვე ტრამპის პირველი ვადი და ველოდებოდი, როდის ჩართავენ კუშნერს უკრაინის თემებში, იმიტომ რომ ძალიან ოჯახის წევრია და ყველგან ჩანს, რომ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი რომ პრეზიდენტია, მაგრამ გარდა ამისა მნიშვნელოვანი ოჯახი. და მე პრეზიდენტი რო არ იქნება, მისი ოჯახი სად იქნება? ის ხელოვნურად ქაჩავს თავის ოჯახს, აი კენედების ოჯახის დონეზე, კლინტონების ოჯახის დონეზე, ანუ ოჯახური მართლობა, აი ოჯახი წამყვანი ოჯახი, პირველ ათეულში უნდა შედიოს ამერიკის ტრამპების ოჯახი, რაც ესე არ იყო. აი ამ ფონზე მას უნდა დაუტოვოს თავის ოჯახს სერიოზული ბიზნეს, თქვათ ასე, გარიგებები და კუშნერის შემოყვანა, თავის სიზის კუშნერის შემოყვანა და უტკოფი კიდე რა თქმა უნდა მისი მეგობარია, ამ მეტყველებს რომ ის გარდამისა ვაჭრობს რუსეთთან რუსეთმა გაუგო ან კარგად და უკვე ვაჭრობაზე სავაჭრო კონტექსტზე ლაპარაკება. ანუ მოდი რუსეთი ავაღორძინოთ ციმბირი, არქტიკა და უამრავი რაღაცები და აქეთკენ წამოიყვანა და ტრამპი აღტაცებულია. გარდა ამისა შეიძლება ამ შეთანხმებას თანხმდებოდეს, რადგან წამოვიდა ინფორმაციები რომ ამის გარდა ამისა პუტინმა იცის რომ ტრამპი ხვალ ძეგ არ იქნება. თვითონ იქნება, თვითონ თუ არ იქნება, რუსეთი იქნება იმ ფორმით როგორც არის. ამიტომ ის თulis უკვე ტრამპის შემდგომ პერიოდზე, რაც შეეხება უკრაინას, რა თქმა უნდა, უკრაინა, მე მგონი რომ უკრაინა მედი თქონსაც მიმოთხავს არაერთხელ ქართულ ვარიანტისაკენ, რომ არანაირი აღიარება, ჩერდები ცეცხლის ხაზზე, არავინ არ აღიარებს ყირიმს, დონბასს და ასე შემდეგ და მედის გრძელდება მოლაპარაკებები სადმე ჟენევაში. კი ბატონო, ვაშინგტონში გავაგრძელოთ. თუ ასე სიამოვნებს ტრამპო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის დიდებულო ტრამპო. ვაშინგტონში გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, მაგრამ თავარიოს შეწყდეს, არ უნდა მოხდეს ნატოზე პირობები, რაღაც პირობები ექნება უკრაინას, რაზეც წესით რუსეთთან წამოვიდეს. არა იმიტომ, რომ დაასრულოს პროცესებს, არა იმიტომ, რომ ტრამპი როგორც გამოწუროს როგორც ლიმონი და მაქსიმალურად ახლა დაელოდებიან ტრამპის წასვლას ან შუალედურ არჩევნებს რომ ჩატარდება სულ მალე უკვე შემდეგ წელს და შესაბამისად ხელახლა აგონ რაღაც რუსეთი ასე არ დაკმაყოფილდება. მადლობა ბატონ ბაატა იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, დაგემშვიდობებით. ბაატა ზაქარიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ახლა რეკლამის შემდეგ მგზავრზე კლავ შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვრეთ. შემდეგ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ ციკლაურია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო ნუგზარ და მადლობა რომ გვესწრებთ. ბატონო ნუგზარ, შეიძლება ითქვას რომ დიდი უბედურება ხდება ალე კოალისაშვილის თავს და მოდით გავხსნათ გადაცემის ეს ნაწილიც მისი ქმედების შეფასებით, რასაც პროკურატურა ტერორიზმის კვალიფიკაციას აძლევს და მას ბრალი სწორედ ამუხლით წარუდგინეს, ისე როგორც პროკურატურამ კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ შედის პირბადიანი მამაკაცი სასამართლოს შიდა ტერიტორიაზე ასხამს იქ
სამუშაო სივრცეში გარკვეულ ნივთიერებას, შემდეგ კი უპირისპირდება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც საბოლოოდ ახდენენ მის დაკავებას, კადრებში ფიგურირებს იარაღიც. აი მარტივად გითხავთ, როგორ უყურებთ მომხდარს და რამდენად ხართ მათ რიგებში, ვისაც ელისაშვილის თავს დატრიალებული აი ეს ამბავი კითხვებს უჩენს. რამდენადაც მე მესმის ეთყობა ის, რასაც ანახებენ, შეესაბამება გარკვეულწილად სიმართლეს, იმიტომ რომ მისი პარტიის წევრმა სულ ახლახანს, ასევე თვითმისმა პარტიამ და მისმა ადვოკატმაც არ უარყვეს მომხდარი, თუმცა იმი გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სრულიად ფანტასტიკური რამ, რაც აი ფილმებში თუ ნახავს ადამიანი, რაც ჩვენ ვიხილეთ, გამოქვეყნებული. მასალა მე დაველოდებოდი თვით ბატონი ალიკო ელისაშვილის განმარტებებს, როგორც ვიცით, სულ რაღაც 1 საათში იქნება მისი სასამართლო და ალბათ თვითონ შეეცდება, რომ ფარდაახადოს რამ დამალულ გამარჯვებებს თუ ასეთი გარემოებები არსებობს. თავისთავად გადაწვა რაიმე შენობის სახელმწიფო იქნება ეს თუ კერძო იქნება, ვერ იქნება ვერასოდეს მისასალმებელი ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩანს იქ ჩაცმულობასთან დაკავშირებით და სხვადასხვა ეჭვები გამოითქვა, მე დაველოდებოდი ბატონი ალიკო ელისაშვილის. პრინციპში ალიკო ელისაშვილის პოზიცია მისმა ადვოკატმა უკვე გამოიტანა იზოლატორი და ვნახოთ ახლა დღეს რა სიტყვის უშუალოდ სასამართლო პროცესზე, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, ელისაშვილის პოზიციაა, რომ უსამართლო სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდება ეს არ არის დანაშაული. აი რამდენად შეიძლება ვიფიქროთ, რომ არც არაფერი ხდება იმაზე მეტი, ვიდრე ეს შეიძლება იყოს მართლაც ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, პროტესტი და თუნდაც ჯანყი დღევანდელი მათ შორის სასამართლო სისტემის მიმართ. არ ვიცი, შეიძლება ასე იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ მისი პოლიტიკური პარტია ლელო გამოვიდა და კაფედ გაემიჯნა ალიკო ელისაშვილს, გამომდინარე იქიდან, რაც დღეს მოვისმინეთ, ასევე მისი თანაპარტიელისაგან, რომ არ უარყოფს იმას, რაც მოხდა და აგრეთვე ადვოკატის განცხადებებიდან შესაძლოა ეს მართლაც ასე მოხდა. პირდაპირ გეტყვით, რომ ცეცხლის წაკიდება სახელმწიფო შენობებისათვის, კერძო შენობებისათვის და საერთოდ ცეცხლის გაჩენა მე არ მგონია, რომ არის სწორი და ადეკვატური საქციელი პოლიტიკოსისათვის. ასევე უნდა გავიხსენოთ და გასაკვირი კიდევ ის არის, რომ ბატონი ალეკო, მისი პოლიტიკური პარტია სულ რაღაც 1 თვის წინ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არ მონაწილეობდა არჩევნებში, რადიკალებს უწოდებდნენ და აი ამ მიმართებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გასაკვირი არის ის საქციელი, რომელიც ჩვენ ვნახეთ. ნებისმიერ შემთხვევაში მე მაინც დაველოდებოდი თვით ალეკო ელისაშვილის განმარტებებს. გამომდინარე იქიდან, რომ მრავალჯერ გვინახავს ხელისუფლება, როგორ манипуляციურად ცდილობს რაღაცა სურათის გადაკეთებას, რაღაც იმისათვის, რომ სხვადასხვა ბრალი წარუდგინოს სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს. ამიტომ დაველოდოთ ალიკო ელისაშვილს. კიდევ ერთი კითხვა უკვე უშუალოდ ტერორიზმის მუხლთან მიმართებაში და მე სხვა თემები, როგორც უკვე აღნიშნა, ის სწორედ ტერორიზმის მუხლით წარედგინა ელისაშვილს ბრალი და ამ მუხლთან მიმართებაში გარკვეულ პოლიტიკოსების ნაწილს გაუჩნდა კითხვები იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე, ვიდრე პროკურატურა, ესე ვთქვათ, სწორედ ამ მუხლით მოახდენდა ელისაშვილის მიმართ ბრალის წარდგენას, ტერორიზმად შეფასდა ქართული ოცნების ცალკეული ლიდერის მხრიდან ელისაშვილის ქმედება, მაგალითად ჩალვა პაპუაშვილს ჰქონდა შესაბამისი განცხადება და პარლამენტის თავმჯდომარემ უწოდა სწორედ ტერორიზმი იმას, რაც გაკეთდა ელისაშვილის მხრიდან. პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა და პირდაპირ ევროკავშირთან იქნა დაკავშირებული ის მოქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ესე იგი, ის ნარატივი, რომ ევროკავშირი არის ომის პარტია, იქნა გაძლიერებული ალიკო ელისაშვილის აი ამ მოქმედებით, რაც სრულიად ცხადად მიუთითებს, რომ მაშინაც კი როცა შესაძლოა საზოგადოება ერთიანი იყოს და თქვას, რომ არ შეიძლება ხანძრების მოწყობა ქვეყანაში, ხო, მაშინაც კი სრულიად ცხადად ჩანს, რომ პოლიტიკური სურვილების დაკმაყოფილების და პოლიტიკური მისწრაფებების გამაგრებისათვის იყენებს ქართული ოცნება ამას. ამიტომ ეს არის პირდაპირ დასაგნები, რაც გააკეთა სამარცხვინო საქციელი ამ პაპუაშვილის გახლავთ ის, რომ ახლა ვცდილობენ, რომ თითქოს და ევროპას, ევროპელებს, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას დაუკავშირონ
ის რაც აქ მოხდა. ამიტომ კიდევ ერთხელ ხედავთ ცდილობებს საქართველოს დააშორონ ევროპას და რა თქმა უნდა ასევე იქნება ცდილობები რომ აი ეს ძალიან სამწუხარო ინციდენტი გამოყენებული იყო თლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ მისი სახელის გასატეხად და დიფამაციის ეს კამპანია კვლავ გაგრძელდეს. აქვე პირდაპირ ვიტყვი რომ ვერანაირ შემთხვევაში ამის გავრცობა ახლა ოპოზიციის მთლიანად ვერ მოხდება. ეს არის ერთი ადამიანის საქციელი, მესმის შეფასებები რომ ერთი ადამიანის რაღაც თავგანწირვა, რომელსაც ნამდვილად ვერ შეუერთდები მე და ვერც ჩვენი პოლიტიკური პარტია. ეს არის ძალიან სამწუხარო ინციდენტი, ასე შემიძლია დავასრულო საუბარი ამის თაობაზე და ვერავით არის მცდელობები, რომ თლიანად ოპოზიციას გაუტეხონ სახელი ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენონ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ გამოიყენონ, ვერ იქნება წარმატებული. ბატონო გზარ, სხვა აქტუალურ საკითხებსაც შევეხოთ და ახლა მოდით ცოტა დრო დაუთმოთ 28 ნოემბრის აქციას. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება, შეხედულებები, რამდენად კმაყოფილი დარჩით მოკლედ ამ დღის პროტესტით და რამდენად ჩაერა ამ დღემ ისე როგორც ეს პოლიტიკურ სპექტრს გსურდათ ევროკავშირთან ურთიერთობების შეჩერების გაწყვეტილებიდან 1 წლის თავზე. აი რა უთხარით პოლიტიკურმა სპექტრმა ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ ხალხმა უთხრა 1 წლის ტერორის თავზე. ციხეში არის ამდენი პოლიტიკური პატიმარი, ციხეში არიან აქტივისტები, ამდენი ცემის, რა ვიცი, დუბინკების გამოყენების შემდეგ ხალხმა თქვა რომ არ იცვლება მისი მთავარი სურვილები საქართველოს გზა თავისუფლებისკენ, დემოკრატიისგან კვლავ არის ხარდაჭერილი ქართული ხალხის და ქართული საზოგადოების მიერ. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილი. პირდაპირ გეტყვით, მე არ ვეუბნები რომ ამ რაოდენობის ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში. თუმცა როგორც ჩანს, იმ ვითარებაში ასეთი ეგზისტენციალური საფრთხეები გაჩნდა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს კრძალავენ, პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ, ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერებზე მიმდინარეობს თავდასხმები. ციხეში არის ჩვენი პარტიის 4-ვე პოლიტიკური ლიდერი. როგორც ჩანს, ხალხს აქვს განცდა, რომ ის ამ გამოსვლით იცავს კიდევ უფრო მნიშვნელოვან რაღაცას, კიდევ უფრო არსებით ვიდრე არის ცალკეულ პარტიებზე თავდასხმა ან ცალკეულ აქტივისტებზე თავდასხმა. ყველამ კარგად გააცნობიერა, რომ დღეს თბილისის ქუჩებში და ამ 1 წლის განმავლობაში თბილისის ქუჩებში წყდება ნამდვილად საქართველოს ბედი, ორიენტაციის საკითხი. სად ვიქნებით ჩვენ, ვიქნებით უსახო ნაწილი რუსული ჭაობის, თუ ვიქნებით ცივილიზებული სამყაროს ღირსეული და სრულფასოვანი წევრი. ბატონო გზარ, ამ ბოლო დროს საპროტესტო აქციებზე პოლიტიკოსთა შორის თითქოს აი ლევან ცუცქირიძეს აქვს წამყვანი პოზიცია. ყოველ შემთხვევაში, როგორც წესი, ის ხსნის ხოლმე სიტყვით გამოსვლებს. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს და რამდენად შეიძლება ნიშნავდეს, რომ არ ვიცი, აი ლევან ცუცქირიძეს თავისუფლების მოედნის თავმჯდომარეს ხედავთ და ამზადებთ, ასე ვთქვათ, როგორც ოპოზიციონერ ლიდერს, რომელსაც გაყვება უკვე დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი. არა, ნამდვილად ასე არ არის. არ ვიცი, ეს რიგიდობის არც მე მიქცევია ყურადღება სიმართლე გითხრათ, მათ ჩამოაყალიბეს პოლიტიკური პარტია, რაღაც სირთულეები ქონდათ ამ პარტიის ჩამოყალიბების საქმეში და კარგია რომ ჩამოყალიბდა, ულოცავ მათ რომ არიან ახლა უკვე რეგისტრირებულები, მათ აქვთ დაახლოებით ისეთივე მიმართებები ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციასთან დაკავშირებით, როგორც აქვთ სხვა პროევროპულ პოლიტიკურ პარტიებს, ამიტომ მათ წარმატებებს უსურვებთ, თუმცა ამაზე მეტი რომ ის რაღაც ტიპის გამაერთიანებელი ლიდერად იყოს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეთი, ბატონო გზარ, ვიდრე დაგემშვიდობებით, კიდევ ორ თემაზე მინდა მოვასწრო კითხვის დასმა, აქედან ერთი პარტიების აკრძალვის მოთხოვნის თაობაზე ქართული ოცნების სარჩელს უკავშირდება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე კვირის წინ შევიდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი ისმის საკონსტიტუციო სასამართლოსგან, ანუ სასამართლო თითქოს არ ჩქარობს ამ საკითხზე მსჯელობის გახსნას. ეს ხომ არ შეიძლება რამეს ნიშნავდეს და მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს არ მიიღონ სამარცხვინო სარჩელი წარმოებაში, რადგან მისი რეალური მიზანი არის დიქტატურის დამყანება. აი რა შანსი შეიძლება იყოს იმის, რომ აი საკონსტიტუციო სასამართლომ ოცნების სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვას. ჩვენ ნახეთ, რომ ერთ-ერთ სარჩელზე ერთი მოსამართლე გამოეთიშა ამ ამბავს, ხალბატონი ირინა იმერლიშვილი,
წინასწარ ძალიან ძნელი სავარაუდო არის, როგორი იქნება ცალკეული ადამიანების დამოკიდებულება. მე ვიმაჩნია, რომ ყველა მიცის, რომ ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა და ვნახოთ ახლა როგორი იქნება იმ ადამიანთა გადაწყვეტილებები, ვინც ახლა არიან განწესებული მოსამართლეებად. ამის პროგნოზირება არის ძალიან ძნელი. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს, რატომ ჭიანურდება ეს ამბავი? იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური დამოკლეს მახვილი დაკიდებული პოლიტიკური ოპოზიციის თავზე. და ასევე მე ვფიქრობ ხელისუფლებას კვლავ აქვს სურვილები, მცდელობები ამას დადასტურებით გეუბნებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან კონდეს გარკვეული საუბრები იმისათვის, რომ ეს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მათ ვერ გადაჭრეს, იქნას განმუხტული და ამიტომ არ სურს მას ისეთი დრაკონული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მათ თლიან იზოლაციას მოახდენს და იმ შესაძლებლობასაც გააქრობს, რომ ვინმე საერთოდ დაელაპარაკოს მათ. ამიტომ ეს ინიციატივა კი გამოუშვეს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება თითქოს და არ არის მიღებული და მე ვფიქრობ, აი ამით არის განპირობებული. მეორეს მხრივ პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა იცოდნენ მათი აზრით, რომ აი ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეუძლია ისინი გააუქმოს. კლასიკური ავტოკრატიის დამყარება ხდება და ხელისუფლება სულაც არ ცდილობს ახლა დამალოს, რომ აი ამ მიმართულებით წავა, თუ კი ის ვერ შეინარჩუნოს თვითონ ძალაუფლებას. ასევე თქვენ ნებართვით მინდა რახან პოლიტიკურ კრიზისზე ვისაუბრეთ, გამოიხმაურო იმ ვითარებას, რაც არის ახლა ბიუჯეტთან დაკავშირებით. პოლიტიკური კრიზისი უკვე გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ამის პირველ ნიშნებს ხედავთ, რომ განათლების და დაფინანსება არის შემცირებული, ხედავთ, რომ ის სტადიონი, რომელიც ძარზე იმით გველაპარაკებოდა პრემიერ-მინისტრი, როგორც გამდიდრებული საქართველოს სიმბოლოზე, თლიანად ამოღებული არის ბიუჯეტიდან. ხედავთ, რომ ანაკლიის სპორტი, რომელიც 150 მილიონით უნდა დაფინანსებულიყო, მხოლოდ მესამედით იქნება ამიერიდან დაფინანსებული, ასე რომ პირველი ნიშნები აი ამ პოლიტიკური კრიზისის გადატანის ეკონომიკურ კრიზისში არის სახეზე და ასევე ყველაზე მეტყველი მაგალითი ჩემი აზრით იმ საქმიანობისა, რასაც ახლა ეწევა ქართული ოცნება, იმ ოდიოზური მიმართებებისა, გახლავთ ის, რომ ქვეყნის ბიუჯეტში პენსიონერისათვის პენსია იზრდება მხოლოდ 20 ლარით, მაშინ როდესაც ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის სახლში ინახება 20 მილიონი ლარი. ქართულმა საზოგადოებამ, პენსიონერებმა, ყველამ, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყურადღება უნდა მიაქციოს აი ამ მართლა ტრაგიკულ განსხვავებას, რომელიც არის მთავრობასა და პენსიონერს შორის, მოქალაქესა და მთავრობას შორის. კეთილი, რადგან ამ თემას შეეხეთ, აი ბოლოს გითხავთ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაპატიმრებული კრისტალ ჯგუფის მფლობელის ვლადიმერ სტეფანიანის 2 მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ფაქტზეც დღეს გახდა ცნობილი, რომ მას პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და მაყურებლებს რომ გავახსენოთ, საუბარია იმ კომპანიის მფლობელზე, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით არღვევდა დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გეგმით დადგენილ ისე შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართო პირობებს უკანონო დაშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა. ანუ ბრალდება საკმაოდ მძიმეა ხო, თუმცა ხედავთ მძიმე და ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსები იქნებიან ეს თუ ბიზნესმენების საბოლოო ჯამში გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. ამას რა ახსნა შეიძლება ქონდეს? დაკავშირებით არის ტრაგიკომიკური ვითარება. ადამიანს ედავებიან თითქოს უკანონო დაშენებდა რაღაც შენობებს და სინამდვილეში აი იმ შენობების გახსნაზე ეხლა რასაც ედავებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები იყვნენ ჩასულები და საზეიმო ვითარებაში ჭრიდნენ ლენტებს. მიმდინარეობს ფულის ამოღება და ესეც გახლავთ დადასტურება იმისა, რომ მათ აქვს ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს ფულის ამოღება, რიჟვაზის შემთხვევა ვნახეთ, როდესაც პირდაპირ გასროლა მოხდა იქ, სადაც შეთანხმება ვერ მოხდა ამ ფულის ამოღებაზე, ვნახეთ ღარიბაშვილის სახლი, სადაც 20 მილიონი ლარი ინახებოდა, ვნახეთ სხვა მინისტრების სახლები, სადაც ოქროს ზოდები არის შენახული.
ეს არის მძარცველების პარტია. ეს არის ერთი მხრივ თაღლითების, მაგრამ მეორე მხრივ მძარცველების პარტია და ახლა როდესაც აი ესეთი პრობლემები აქვს ივანიშვილს საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ის ვერ ახერხებს თავისი ასობით მილიონის დაბრუნებას, იმიტომ რომ ხილებული არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ის ახლა ცდილობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ ადრე კორუფციაში მასთან ერთად ჩაფლული, წაართვას ფული და შეინარჩუნოს მეტი სიმყარე თავისი ხელისუფლების. მადლობა ბატონო გზარ, იმისთვის რომ უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, დაგემშვიდობებით, მგზარ ციკლაური იყო ჩვენი სტუმარი, დღის ნესრომი ამით დასრულებულია, ერთმანეთს გვეხვალთ 11 საათზე შევხვდებით.